ჩვენ რამდენიმე დღეა, ასე ვთქვათ, მოვწვდით იმ მოვლენებს, რომელიც სირიაში ვითარდება, უпростоრეთ რაც შეეხება სირიიდან ემიგრაციის პროცესს. ეს პროცესი გრძელდება. Associated Press-მა გაავრცელა ღამის ხედვით რეჟიმში გადაღებული მეტად შთამბეჭდავი ვიდეო, რომელიც ასახავს ემიგრანტების მატარებლით შემოსვლა სლოვენიაში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ. ვიდეოზე მოჩანს თუ როგორ ივსება ადამიანებით სადგურის მიმდებარე ქუჩები. შეგვიძლია ჩვენ რამდენიმე წუთი შევხედოთ აი კადრებს. ისეთი შთამბეჭდავი კადრებია, რომ აი ნებისმიერ მხატვრულ ფილმს დაამშვენებდა, მე მგონი. მუსიკასაც არის რა. ნახე როგორ გადაღებულია. სათა შეიძლება შეგეშინდეს კიდევაც რო არ იცოდე რას უყურებ, არა? როგორ? რო არ იცოდე რას უყურებ და რა ხდება? ბევრი რაღაც შეიძლება ჩათვალო, რომ კარგი ვიდეო არტი არის. შეგახსენებთ, რომ ეს კადრები Associated Press-მა გაავრცელა. ფილმი გამახსენდა. როგორ ქვია, აღარ მახსოვს, ტერმინატორი კი არა, ის რაღაც უცხოპლანეტაებად ჩამოდის, ხო, ხედის რამდენიმე რეჟიმია, სხვა სპექტრში, ახსოვს გამოსახულება. აღარ მახსოვს ფილმი ქვია, ხო, რამდენიმე ვერსიაა მაქვს. შემდეგი სიახლე კეიპთაუნს უკავშირდება, არეულობა იყო სამხრეთ აფრიკის პარლამენტში, სადაც სტუდენტები, რომლებიც აღშფოთდნენ მოულოდნელად გაზრდილი გადასახადის გამო, შევარდნენ პარლამენტში პროტესტის ნიშნად და პოლიციას მოუწია, რომ მათ წინააღმდეგ გამოეყენებინათ ცრემლსადენი გაზი. ევრონიუსის მიერ იქნა ეს კადრები გავრცელებული. შეიძლება რა სარაგბო უდეფების გამოიყენოს ტაქტიკა ტრადიციული რამის ქვეყანაში არ არის გამორიცხული თვარწდები აქამდეც გავაშუქეთ ჩვენ ეს ამბავი სტუდენტები დიდი ხანია ითხოვენ უფასო უმაღლეს განათლებას და ამის სანაცვლოდ გაუზარდეს პირიქით გადასახადი. გადავინაცვლოთ ამჯერად ბრიტანეთში ჩინური ბირთვული ენერგეტიკის კომპანიები სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში დიდ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის პრეზიდენტის შეხვედრისას. ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2 კვირაში დაიწყება და პიკური დატვირთვისაც, როგორც წერენ, იქ 5600 ადამიანი იმუშავებს. ეს ინფორმაცია და ვიდეო მასალა ჩინეთის ტელევიზიამ გაავრცელა. Behind it, work on the Hinkley power station is expected to get underway within weeks. The twin reactor plant could employ 5,600. შემდეგი სიახლე ავღანეთიდან ავღანეთის ეროვნული სოლიდარობის პარტიის ინიციატივით ქაბულში შენდება მემორიალი, რომელიც ამ წლის მარტში ბრბოს მიერ უდანაშაულოდ ჩაქორილი ქალის ფარჰუნდას ხსოვნის საპატივცემულოდ დაითქმება. ეს ქუჩაც, რომელზეც განთავსდება ეს მემორიალი, ამ ქალბატონის სახელობის იქნება. რელიგიური ფუნდამენტალისტების წინააღმდეგ ამგვარად გადაწყვეტეს გაევრცელებინათ გზავნილი. Intends to spread a message of opposition to religious fundamentalism. Radio თავისუფლება აშუქებს. A mob attacked Farkhunda near a Kabul shrine after a man falsely accused her of burning the Quran. A killing sparked protests around Afghanistan. ბრალად ედებოდა, რომ ქუჩაში ყურანი დაწვა.